მოგესალმებით. დაუბრუნდი. მოკლედ, გუშინ მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ძალიან დაღლილი მოვედი. მოკლედ, როდის არ ვარ დაღლილი, მაგრამ რაღაცნაირად ვიყავი ისეთი მოთენთილი და სოსოლის ნაჭაო დაკოვინეს ჩაუგდია. აი ამ წამს შემოვედი მეგობრებო. ამ წამს თან არაფერი აღარ აქვს მაცივარში საჭმელი და გავიარე სამსახურიდან იმაში ლიბრეში. იმის თავით არ მქონდა ეხლა რომ მიკროფონი შემეერთებინა, ასე რომ ყველანაირ ხმას გაიგებ. წვისას, კატის ყნაველს და რა ვიცი. ჩვენთაც არ მომიხსნია და ეს წავიღე ეს კურტკა. მომწეს ახლა დავაპურო კატები, თორე აი ეს ერთ-ერთი ზედა, რომელიც მაჩუკა ჩემო მეზობელმა. ხო და ესე იგი ვინც ჯერ დავდო. ახლა მოგიყვებით რა მოხდა, ვინც პოსტი ნახა ჩემი და ახლა მინდა მადლობა გადაუხადო ნინოს და კიდე არ ვიცი ვის, იმიტომ რომ ვერ მივხვდი. იმითი იყო, მოკლედ ორი ადამიანია, ნინო და ერთი გამომწერი, მეგობარი, რომელიც გვერდში დამიდგა იმ მომენტში. მოკლედ რა ხდებოდა. დამირეკა ქალმა, ანუ თელასის თანამშრომელი ვარო, დენი უნდა გაგითიშოთ და დავპანიკდი, იმიტომ რომ ვიფიქრე რახან ზუსტად 23 წუთში რო არ გათიშეს, მეთქი მაცლიან კიდევ თქო და ნაწილ-ნაწილ, ეხლა მუშაობ და გადავიხდი თქო რა, მე ხო ყოველდღიურად მაქვს ანაზღაურება და მოკლედ ამის მინდა და ამ შემთხვევაში თუ გათიშავდნენ, მთლიანი გადასახადი უნდა გადამეხადა, ხვდებით და მაგიტო ვინერვიულე მეთქი რა უქნა ეხლა როგორ მოვახერხოთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერანაირად გავხდებოდი მაგ ამბავს და ხო და ისა, იმიტომ დავდე ის პოსტი, რომ იქნებ როგორღაც და ხო, თან წამდაუწვევ სოსოს ურეკავდი სახლში, სამსახურში ვიყავი და დამირეკა და წამდაუწვევ ურეკავდი სოსოს, მეთქი დედა ხო არ გათიშეს, მოკლედ შევჭამე ბავშვი და საბოლოოდ ხო, მე ვუთხარი რომ გადავიხდი მეთქი და ახლა გადახდით ალბათ ძალიან ცოტას რასაც მოახერხებდი ახლა პროფესიიდან. მოკლედ სამსახურიდან ამ კატებისთვის მომაქვს ეს რა ქვია იმას სუფხარჩოს ისა ნარჩენები. აჰა, სად არის მეორე? ხო და ეს რა ქვია. აი ვიხელდია მეწვა, იმიტომ რომ წამდავწვევ რაღაცებზე ვიჭრი ხოლმე იქ ხან დანა, ხან ჩანგალი, ხან რავი, რაც კი ბასრია დღეს ჩემმა თანამშრომელმა 5-ზე გაიჭრა ხელი, ანუ გაესერა რა. ხო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ვიღაცამ დამიწერა მოკლედზე, მოკლედ კაროჩი. გუშინ სოსოს მოუტა და ბებიამ ანუ დედაჩემმა. ხო და ისა რა უნდა მეთქვა, შაბათს ანუ ჯერ დაიბურში რო არ ვიყავი და არ ვიცოდი რა გამითიშავდნენდე და ესეთი საფრთხის ქვეშ დავდგებოდი, დაჟე ჩემ თანამშრომელიც კი შეწუხდა თქვა რომ როგორ უნდა იყოს უშუქოთო და წარმოვიდგინე გამახსენდა ადრე ხო ხშირად გვემართებოდა ესეთი რაღაცები და მოკლედ განიცადე თავისთავად ახლა ისე ძალიან არა როგორც ადრე, იმიტომ რომ რაღაცა მაინც გაქვს რაღაცის იმედი გაქვს ადამიანს და ბოლო რაღაცა ისე სხავან რა მოკლედ ეს რა არის? სოსო რამე ხო არ გაგიტყდა? შუშაგდი აქ.
აი აქ შუშა გდია. არ ვიცი, რაღაცა ხო არ გაგიტყდა თქო, მაგიდაზე გდია პატარა შუშის ისა ნატეხი. ვითომ ძველი შეიძლება იყოს, მაგრამ ძველი რა გაგვიტყდა? ჰა? ხო, და ეს ანუ რას მოვაყოლე, შაბათი კი არა, პარასკევს, ანუ როცა ვმუშაობდი, მაშინ შევუკვეთე ბლენდერი, მეგობრებო, 49 ლარიანი ბლენდერი, რომელიც აი კურიერის იმითი მთლიანობაში გამოდის 55 რა. და მომიტანეს გუში. როდის მოიტანეს დედა? გუშინ თუ გუშინ წინ? აღარც მოსავს, მოკლედ. როდის ბლენდერი გუშინ იყო თუ გუშინ წინ? გუშინ? დღეს 4 შაბათია? ხო, მოკლედ. ხო და ეხლა გაჩვენებთ ამ ბლენდერს. ესე გამოიყურება ბლენდერი. მოკლედ. ხო და მოყვება თავისი აი ეს ჩოფერი, რომელიც მე ძალიან მჭირდება, ანუ მე ხო არ მაქვს საკეფი მანქანა და ესეთი ჩოფერი მოყვება. რა ჯერ არ გამიტესტია ჩოფერი, ბლენდერი კარგად მუშაობს. ეხლა რა ვიყიდე მაღაზიაში, თითქმის ძალიან ემოციური, კვერცხიც აღარ არის, ალბათ ხოლმე მომწევს კვერცხის კუბა, სეთი აქვს ჯერჯერობით, ყველი ზაბლომად გვაქვს, იმიტომ რომ სამსახურიდან წამოვიდა დარჩა. მოკლედ, იდე მოკლედ. ხო რა, ანუ სადილი რომ მომამზადო, იგითი არ არის რა. ხო, სოსომ შეკვეთა მომცა ისა ნაღები. ეს პატარა ეკილი. ნაღები. არ არისო, დამთავრდაო ეს ფუნელი. სულ დაუმთავრებიათ სარიელი. ხო და ეს ერთი შეკვრა ნაღები, ანუ ერთი ცალი ერთ პორციაზე რო კეთდება. ნუ ამის გარეშე სამფაზაკლებაში იყო ეს. გადავიხადე 11 ლარი. ჩეკი აქვს, რა სვიტანჯები. რა საფალი კიდე ახლა. ახლა ვეგეტყვით, დიახ, 31 და 45 თეთრი. გადავიხადე ამ ყველაფერში, რაც ახლა ვიყიდე, რასაც გაჩვენებთ. ანუ ეს ნაღები, ეს ორი ცალია და მეორე საბაყა. ესეთი ორი, რა ვიცი, მეც მომენადა, მაგრამ მეც მიეცნა. ეს მოტკბო მომჟავო სოუსი, კისლა-სლოდკი აწერია. ორი ცალი იოგურტი. რაღაცა გიგანტები. აქ არის კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ნახეთ რამდენი სტიკერი აქ მიხვდებით. ანუ ესე იგი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, კიტრი, პომიდორი და კიდე რაღაცა იყო. მოკლედ, ბოსნეული. უშაქრო კოლა, გუშინ არ მიყიდია სუსის და ხო დღეს სოსოს მთავარი შეკვეთა ეს იყო რძე. არ ვიცი რამდენად კარგია ეს რძე, პირველად ვიყიდე დღის რძე. 2.5%-იანი ცხიმოვნობის არის. მოკლედ ესა და გიგანტი კარტოფილები. 3 ცალი გიგანტი კარტოფილი, რომელიც ერთი ცალი უდრის 3 პატარა კარტოფილს. ხო, აი ეს არის, რაც ვიყიდე და 31 და 45 გადავიხადე. და ეს პარკები, როგორც ყოველთვის, არ ვარ გაიხსნა, ისეთი დიდი ხვრელები აქვს, ნაბავს ვერ ჩაუყრე ამაში.
ხო, ეხლა რა მინდა გითხრათ. ჯერ პირველ რიგში ჩემებს ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ. ეხლა არ ვიცი ვინ მიხვდება, ვინ ვერ მიხვდება, მაგრამ მიხვედრილი და შეგნებული ადამიანები, ანუ გაიგებენ რას ვამბობ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ენები არ მოგაქვთ და ასე ვთქვათ, მიფრთხილდებით. აი, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, გულწრფელად გიხდით მადლობას და მერქმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. არიან ბოროტი ადამიანები, საერთოდ ზოგადად იციან ხოლმე ეს წარკბელები და ესა. შევაწყობ ამას. ხო და სხვის საქმეში ბრძენები, ძალიან ბრძენები. ფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს თავის ცხოვრება არ აქვთ. და ხო, რაღაცა უნდა აკეთონ. ხო, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი უსაქმურია, ძალიან ბევრი. ეხლა ეს როდის აქეთ გახდი, ანუ დიდი ხანია, რაც გახდი საქმიანი. მე სულ საქმიანი ვარ, სახლშიც კი საქმიანი ვარ და ვიდეოს რომ ვიღებ, ესეც საქმეა. ასე რომ, კი ბატონო, მე საქმიანი ვარ, დიახ. ხო. ცნობისთვის ზოგიერთებმა შეიძლება არ იცოდნენ, იმიტომ რომ როგორც შევატყვე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, არათანამედროვე გამოუსვლელი ადამიანებიც მიყურებენ და იმათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ YouTube-ზე არსებობს ხელფასი, ანუ YouTube-ზე ჩვენ რო ვიდეოს ვიღებთ, ხელფასს ვიხდიან. ბევრია თუ ცოტა, მაგას დიდი არსებით მნიშვნელობა აქვს, თავარია რომ არის ესეთი სტარტი, გვაქვს ესეთი და მე რაც უფრო მეტად ვიტყვი. ხო, ვიღაცა მითხრა, ესო აი, რამდენი ხანია არხი გაქვსო და ვერა და ვერ ახვედიო, ბევრ გამომწერებსო. რაში მჭირდება ბევრი გამომწერები, როცა ნახვები იგივე მაქვს და ხანდახან მეტიც, ვიდრე იმ ხალხს, ვისაც ჩემზე მეტი გამომწერები ყავთ და ნახვები, არ ვიცი, აი, გადახედეთ, სტატისტიკას შეხედეთ, ნებისმიერი ქართველი ვლოგერის იმას შეხედეთ რა, გვერდს და ვიდეოებს გადახედეთ რა, რამდენი ნახვები აქვს და იმის მიხედვით იმსჯელეთ. ეხლა ესე კი ბატონო, გამომწერები ცოტა მყავს, კი. უყურებით ხო უყურებს. კეთილის მოსურნე თუ არა კეთილი მოსურნე, ხო, მაინც მიყურებენ. ხო, და ის რა ქვია, ვიღაცამ კიდევ ისეთი აურა აქვს, აურა. ხო, რა თქმა უნდა, მე ახლა რომ ვერ ვკლოუნობ, შოუს რომ ვერ ვაწყობ, ვიღაცებს რო არ ვლანძღავ და აქ სკანდალისტკა რო არა ვარ, ხო, რა თქმა უნდა, მძიმე აურა მაქვს, იმიტომ რომ ვერ ვამხიარულებ და ვერ ვაღლიცინებ ზოგიერთებს, ასე რომ უკაცრავად სხვაგან მოხდით. თუ გინდათ მსგავსი ისა TikTok-ზე წაბრძანდით, იქ ძალიან ბევრი ესეთი დასწრენილი ხალხია. შეურაცხყოფას არ მივაყენებ მე ნორმალურ ხალხს, ცოტანი არიან იქ, მაგრამ ძირითადად, რასაც ახლა გადავხედავ ხოლმე ხანდახან, იცით ახლა ადეკვატურობა და ნორმალურობა ხალხმა რაც ხდება TikTok-ზე. ხო, კარგი თამაში არის შედეგი. კოკა-კოლა მინდა იმედია ცოტათი მაინც იქნება ცივი, თუ არა და ყინულს ჩავაგდებ. სოსო, მოდი მიესალმე და ისა კოკა-კოლას დაგისხავ. ხო და ასე რომ ესეა. ყველა კეთილ ადამიანს და კარგ ადამიანს და აი გულიან ადამიანს ღმერთი გაახარებს. და ესეთი შურიანი და ბოღმა და ესეთები ყველამ ვიცით, არ ვაღიარებთ, მაგრამ ვიცით. ხო, გამარჯობა. ჭიქაიზე.
რა არის? მაგი უნდა გაალო? უნაობდნენ. ეს ზმრად წამოვიდა სამსახურიდან. ძმებია. ხვინო დარჩა და დამენანა გადაქცევა მეგობრებო და დავდგავთ სითბოში, ანუ ჩვეულებრივად მაცივრის გარეშე დავდგავთ და ძმარდება და მე სალათებში, ჰა? რა არის? ხვინო ძმარდება. აი? ღვინო? ოღონდ ეთყობა ცოტა რაღაცა გადაკრავს. რა ფერია? ნუ ესეთი ღვინოა ეხა. ხო. ხო და ესე მეგობრებო, ასე რომ ვიღაცა გუშინდელი გამოჩეკილი მე არ ვარ. ოხ, და კიდე არ დამავიწყდეს. ყველას მოეკითხება, ყველას სათითაოდ ცილის წამებისთვის. ეს არ არის მუხარა. უბრალოდ ვამბობ, ვახმოვანებ, რომ ყველას ადრე თუ გვიან მოეკითხება, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაც არ არსებობს და რაც არის. მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი წარსული შეცდომებიც, ყველაფერი, ხო? რა არის და სლივკები, ანუ ნაღები. ონდისა თითო პორცია. იმაში ლიბრეში. ერთადერთი ლიბრეა ახლა ღია. კეტები და ასეთ დროს ვაიმე ჯობია ფეხზე გავიხადო ის არჩიბავს ჩემი ქოშები, სამედიცინო ქოშები. ამაშიც ვიღლები, განა არ ვიღლები. სამსახურში რომელია, ესეც კენს, ფეხებს არა, დიდხანს ფეხზე დგომა, იცის, დინდა სამედიცინო იყოს, გინდა ორთოპედიური და რაც არ უნდა იყოს. გუშინ იყო. სასო გუშინ იყო ისა წყალი რო იმას თქვენი ფეხებისთვის. წყალი ფეხებისთვის. აი, მერტო, ჰარეული მეგობრებო. საჩავდე ხა ეს ფასის სამსახურში ვდებ ხოლმე ეს პარკში ანუ ისე. ხო და ეს სახლში საჭმლის გაკეთებას ხანდახან ვერ ვასწრებ. ერთხელ იყო ამ დღეებში კარტოფილი რომ გავუთალე, არ შეუწვია სოსოს და შემიწვიო კარტოფილია შენო. გაზი დამიმთავრდა შეწვის პროცესში, ჯერ ნახევრადაც არ იყო შემწვარი და მეთქი რა ვქნა, თან დილა, ანუ ვემზადები სამსახურში წასასვლელად და ხუმელი ავანთე უცბად შევაგდე შიგნით, თან სპეციალური ტაფა მაქვს ყურის გარეშე, რომ არ დადნეს ყური და მოკლედ შევაგდე, შევწვი და დაუტოვე. ხო, მე მაინც არ მოეწონა, არ არისო ბოლომდე შემწვარი, იმიტომ მეჩქარებოდა. და რომ მოვედი გუშინ სამსახურიდან, წავედი დაღლილი წავედი კიდე ეს ბალონი ავათრიე ზემოთ დავტენე იქ 24 საათიანი რო კიდევ კაი ჩემ და ბედათ რომ ის 24 საათიანია ის გაზის დატენვა. ან მოკლედ ისინი მანქანებსაც ტენიან და ნუ ჩვეულებრივ ბალონებსაც ტენიან. ხო და ესე მეგობრებო. ხსოსო ეს პატარა მაიონეზი წარმოგიღე. ეს სამსახურიდან გავედი და ვიყიდე ეს მაიონეზი, არ ვიცი, იმასში უყვარს ესეთი დეშირაკის მოყვარი ისინი რვა. სუპერი, აი ასეთში უკეთებ ხოლმე. ამას მე მგონი თავისი соуსი მოყვება რაღაცა. თან ეს უნდა იყოს ჩემი აზრით ცხარე. ამას კვერცხიც უხდება. აი შევაქცე კიდე იოგურტი. ეს არაჟანი გააფუჭე, არ გააფუჭო დედა. მოკლედ მე ამოცანა ამოვხსენი. რას ნიშნავს ანუ სიღარიბის სინდრომი.
აი ეხლა მაგალითად რაც დავიწყე მუშაობა და ასე ვთქვათ როგორც ორნაბიჯი რომ მუშაობდი და ყოველთვის მომქონდა პროდუქტი და ანუ მაცივარი ასე თუ ისე სავსე იყო და რაღაცა ხო დაკვირვებული ვარ ზუსტად მაშინ თითქოს არც მე და არც ზოზოს აღარ გვინდა არაფერი იმიტომ რომ თვალი ჭამს და თვალი სვავსო მართალია და რო არ გაქვს აი მაგალითად წარმოიდგინეთ წყალი რო გაითიშება ხოლმე ხო მაშინ მოგინდებათ ხოლმე აი მოგწყურდებათ და წყლის დალევა მაშინ გინდებათ რაღაც აი მაგდაგვარი ის არის ხო და ეს ანუ სიღარიბის სინდრომი რატომ მომიყვანა იმათ რომ ანუ რო არ არის ხო პანიკაშია რა მეხსიერება თუ როგორც არის რა თვითგადარჩენის ინსტინქტები ეს წავიღო არა კაი მინდა ისეთი აჯობსანდალი გავაკეთო ჩემი თანამშრომელი რო აკეთებს და რეცეპტი ყველაფერი ვიცი უბრალოდ მჭირდება შაბათ-კვირას გავალ და იმას ლობიოს ვიყიდი იმიტომ რომ არ გამოდის ცოტათი უფრო ახლოს რო ყოფილიყო ბაზარი გავიბენდი გამოვიბენდი აი როგორც მაღაზია გვაქვს ახლოს ისე რომ იყოს ახლოს ბაზარი ხო კოკა-კოლა წაიღეს ოსო მომიტანე ცოტა მინდა კიდე ეს წყალი ავავსო და საყინულეში შევკრა შედე და ის გაიხსენე ადრე გახსოვს ყინულები რო გაიყინებოდა პარკში აგროვებდი სოსო ხო და ხო მე პარკების მეტი რა არის აუგო სხვა რა აი ნახე პატარა პარკი ხო აბა შვილო აქ უჯრაში ვდებს სუფთას აბა რა უნდა უჯრაში იმებს ნამცეცები აი ზუსტად იმისთვისაა პაწაწუნა პარკი ყინულებს აავსებს ჩავდოში ინფორმაციაში ეს პარკი რაღაც დრამის ხალხი ბოლო არა ესა ნელა არ გადმოვა როგორი დო მითხარი აკა როგორი დო ანუ ეს კაი რა არის დამაეჭო პარკია რა ხო ამ ბლენდერს ისა კიდე რაღაც ой რაღაც გავიწოდე გაგევლომაინ შვილო მარწყვისის გაუკეთებია რაღაცა რა მარწყვის რატო იმართულია აბა რა არის რაღაცა მოწითაურის აბა რა არის შიგნით მოკლედ უნდა გავლო ხოლმე ეს თორედ მე სულს გაიკეთებს გაიგე თან შეერთებული დატოვე ხო? ხო, მე ხო გითხარი რომ არასოდეს არ დატოვო შეერთებული ხო? ჰა? ხო, შეერთებულია. ნუ ამ ჯერზე იყოს ეს და მე კარგად გავრეცხა უბრალოდ ის რაღაც ის მქონდა და ასე. კაი რეზინიანი ისა თასახური ხო და მე მინდოდა კოკა-კოლა დავეყარე მეგობრებო ხო, რაც შეეხება, ну, ის თქვი ხო, ცილისწამება და
მოკლედ რა ეს ქართველები რა ვერ ვისვენებთ რა ერთმანეთს ჭამთ ერთმანეთს ხრნით და ხოცავთ რა აი რა ჭირი გვჭირს აჯანდაბა გვჭირს ესეთი აი როდის მე არ მახსოვს მე შეიძლება რაღაცა ერთი სიტყვა ვთქვა ორი სიტყვა რაღაცა ჩემი აზრი გამოვთქვა რაღაცაზე რაღაცა საკითხზე მაგრამ ისე რომ ეხლა ვიღაცა მე ვლანძღო როდის მე გინახიათ ჩემი აი ამდენი წელია ვიდეოებს ვიღებ და არ ვიცი ახლა თავს არ ვიქებ და რაღაცა მაგრამ არ მახასიათებს და არ დევს ეს ჩემ ხასიათში და მით უმეტეს მოიცა ვიღაცამ რაღაცა მითხრა მე მეგობრებო ჩემ პირადზე ანუ ჩემ პირად ცხოვრებაზე რა ვიცი საწყენად არ ვამბობ მაგრამ 100 წელი არ ვილაპარაკებ საჯაროდ იმიტომაც ქვია პირადი რომ პირადზე არ ლაპარაკობენ ახლა ესე ზოგადად შემიძლია გითხრათ რომ აი ესე ვთქვათ ესე და ისე და რაღაც მაგრამ ესე რომ რაღაცა სკანდალისტურად რაღაცა ის ჩახლართულად ვიღაცა ვლანძღო ან ჩემი შვილების მამა ვლანძღო რაღაც ესეთი არ ვიცი მე მაპატიეთ და კიდევ ბევრი ტყუილი სოსო კვდებოდა სიცილით იწაღა მეუბნება რომ ისე რა მაგარიაო დედაო ესე რა ქვია ცოტა სიმართლეო შეზავებული ტყუილითო საკმარისია ცოტა სიმართლე თქვა და დანარჩენი ტყუილი და ნუ უკვე всё ეს ეხერხება ქართველებს მაგრა გვეხერხება აი მაგრები ვართ მაგაში ბადალი არ ვყავს ხო კიდე აღმოვაჩინე თურმე რომელიღაცა ნათესავი ჩასაფრებული აი რა დაუშავე ჩემი დაბადებამ რამე იმოქმედა მის ცხოვრებაზე თუ რა იყო არ ვიცი ესეთი ათვალისწუნება ადამიანის და ესეთი აკვიატება ფიქრობ უფრო ალბათ ავადმყოფობაა და მეტი არაფერი მე არავის არ ვეხები ცუც არავის არ ვუსურვებ პირიქით მიუხედავად იმისა რომ მაწყინა ნუ ნაწყენი ვიყავი თუ რაც იყო თუ როგორც იყო მაინც გულით ყოველთვის ყველას ვუსურვებ ხოლმე კარგს არა აქვს მნიშვნელობა ადამიან ბოროტულად მომექცევა თუ არა ბოროტულად მე ესეთი ვარ ბუნებით საერთოდ ენა მაგწარე ადრე მე ძალიან ბევრჯერ მithქვავს და არ ვიცი მე ახლა კარგად ვინც იცის მოსმენა და გაგება და მარტო მოსმენა არ არის რა ყურებში მოისმინოს უნდა შევიდეს ხო გონებაში და დაარჩიეს და დაიმახსოვროს ადამიანმა მაქვს ენა მაქვს ხო ესეთი ცხოვრებაში მე არავისთვის ცუდი გულით არ მისურვებია არ მახსენდება აი სულ ვფიქრობ ხოლმე რომ ნუ თუ ვიღაცა ერთი მაინც არის იყო ისეთი ვისაც მართლა აი ძალიან ისე კი გაბრაზებით გაუბრაზებული ვარ ძალიან ბევრჯერ რაღაცა მაგრამ აი არ არის ჩემში არ დევს ეს პირიქით დავლოცავ თავის გზაზე ყველა გაიხაროს დალოცვილმა იაროს და ღმერთი თუ ეხა როგორღაც გადაწყვიტავს ხო ეს უკვე სხვა ამბავია და მე მაგალითად როცა სამართალი პულს ჭამს ანუ სამართალი პულს ჭამს რაც ნიშნავს იცით აი მაგალითად მე მაწყენა ადამიანმა ხო და ვერ მიხვდა რომ მაწყენა და ნუ რაღაცა თქვა ღმერთმა რაღაცა ნიშანი მისცა რომ აი გამოფხიზლდი რა ესე არ შეიძლება ხო გახარებით კი არ გამიხარდება არამედ ის რომ აი არსებობს რა რაღაცა არსებობს რაღაცა ანუ რაღაცა რა ღმერთი არსებობს რომელიც მაინც პასუხს მოსთხოვს ანუ ჩაგვრელს ადამიანის ჩაგვრელს ხო ჩაგვრელი ქვია თუ რაც ქვია ნუ ლანძღავ ადამიანს ნიშნავს ხო აბულინგებ ხო ანუ ჩაგვრელი გამოდის ხო ჩაგვრელსოცა რაღაცა პასუხს მოსთხოვ ნუ ეს არის ანუ ესე იგი რაღაცა იმედი ქვია თუ როგორ ქვია ხო რა ეს გიჩნდება რომ ესე იგი დაკარგული არ ხარ რა სულ მარტო იყო და უპატრონო ანუ ღმერთი მაინც გიპატრონებს მიხვდით ანუ ამას ვამბობ და
ნუ ეხლა კოკასაში და რაც არის, იგივე წარმოდინდებისო. ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა. მოკლედ, სასომ მარწყვი არ დამიწყო, პრინციპში ბევრიც არ იყო. წვენი კი არის აქ ცოტა, ხა? ნუ ერთი-ორცაც შევჭამდი ახლა უკვე დაშაფულს, არა, მე ხა იმას გავარჩევ ხოლმე, ცოტა მოვიდე გონზეთან ვიდეოც დავასრულო, ხა? თავზე რატო გაფარია და მაგაში ყინული უნდა ჩადო? რებს აკეთებ? აღარ ჩადო მან ყინული. თავზე დაიფარა მეგობრებო. დღეს მინდა გავტესტო ეს ისა ჩოფერია თუ რაღაც. ესეც მაინტერესებს, პირველად ვიყიდე ესეთი მახსოვს რომ მუშაობდი ფარაონში იქ მოხონდათ ხოლმე პეტრა ისინი ნახები წაწწუნები ხა კოკა-კოლის მერე ოკრექნა მარკოხი ეს კაპუჩინოებისთვისაა რამდენი პროცენტიანია ნეტა? ერთი თუ აწერი ესეთ შევხედო. პროცენტულობა დაბალი აქვს. 10%-ია. გავსინჯო. ჩოხლები. სოსოეთი გახსნილია და არ დაგექცეს აქ დავდგი. სლიმკის ვეძახი რა ვქნა მე მომდადიეთ. მარტო მე არ ვარ საქართველოში, ვინც ნახევრად ეს ელაპარაკობს, ნახევრად ინგლისურად, რუსულად, ქართულად, იმათ ამათ მოკლედ სამწუხაროა კი, რა თქმა უნდა, მაგრამ სლენგი ხო რას ამბობთ რა, ისეთი გამართული გვაქვს, რომ ყველაფერი არ ვიცი, დასდაემსგავსება ერთი 50 წლის და 100 წლის მერე თუ იარსება კიდე დედამიწამდე. ხო, და კიდე გვახსოვდეს ყველას, გვახსოვდეს. ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით. ასე რომ ძალიან ბევრს ვფართხალობთ და ნუ ვგიჟდებით და ნუ ჭამთ ერთმანეთს. ყველა მოვკვდებით. აი 100%-იანი გვპირდებით. მეც, თქვენს და ყველა. აი ეს. არავინ არ არის უკვდავი. ას. ხო. კარგით, რაღაცა ძალიან ცუდ ნოტას ვამთავრებ. რიტუს ვიღაცები ცუდია ურა აქ. კარგით, მეგობრებო, ნინო, მიყვარხარ ძალიან, დიდი მადლობა. გადამეხადოს. უბრალოდ მართლა დავპანიკდი, ძალიან შემეშინდა. წარმოვიდგინე უშუქოთ, როგორ ზის სოსო. ან მერე უნდა მეთხოვა მე უფროსისთვის რომ ჩამეყვანა სამსახურში, მოკლედ იქ ვერ მოისვენებ და ამოვიდოდა სახლში, სანთელი უნდა დაენთო საღამოს, მოკლედ არც მინდა გაგრესა. მიხვდით ხო და ძალიან დიდი მადლობა ნინო. ძალიან დიდი მადლობა. კარგით, ახლა მე ცოტა მოვსულიერდები, დავждები, დავისვენებ. და ხვალ მინდა ცოტა სამსახურიდანაც გადავიღო ხოლმე რაღაცეები თავწაკრული ესე რა ვქეთ თავსაფრით ნახავთ სამსახურის იმაში რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ მოკლედ ამას წავიღებ ეს ის რომ აქვს ჩამოსაკიდებელი ეს შტატივი ქვია თუ რაც ქვია ყველაფერზე რომ აკრდება და გადავიღებ ჩემ ასე ვთქვათ სამშოუ პროცესებსაც. კარგით, აბა დროებით ხვალამდე გავკოცეთ აბა.